და მერაბთან მოგების შანსი გაქვს ერთადერთი, რომ პირველ რაუნდში რაღაცაზე დაიჭირო. ეგ შანსი გაქვს. ნახე, მერაბთან მე-4-მე-5 რაუნდი ხარ განწირული. ან 10-9 მერაბის სასარგებლოდ და ასევე მოსალოდნელია 10-9-10-8. ესე იგი გრჩება პირველი, მეორე და მესამე რაუნდი. პიოტრიანზე რო ამბობენ ნელი დამწყებიაო და რაღაც. ანუ ეგ მოდი ეხლა ნელა დავიწყებ. ეგრე კი არ შვება ძალით კაცო. არა და ეგ გადამწყვეტი რაუნდი იქნება. პირველი რაუნდი იქნება უმნიშვნელოვანესი რაუნდი პიოტრიანისთვის. მაგრამ ეს ფიზიკურად არ შეუძლია გამიგე. ეგრე ჩხუბობს, მაგას ჭირდება, რომ მოძებნოს დარტყმა, მაგას ჭირდება, რომ დისტანცია დაამუყავოს, მაგას ჭირდება ინთებზე რა რეაქცია გაქვს დაგიმუყავოს, მაგას ჭირდება, რომ ჯები დაგასვას და მერე ჯებზე დააშენოს უკანა ხელით დარტყმები. ანუ ეგ საჭიროებაა მაგის გამიგე. და პირველ რაუნდს მაგიტომ იწყებს ხოლმე ყოველთვის ნაკლებად საშიშად. და მერე უმატებს, ანუ იმის შანსი, რომ იანმა გაქთიშოს გვიან რაუნდებში უფროა დასაწყისში. მაგისთვის იდეალური არის 3 რაუნდიანი ჩხუბები. შეხედე, მერაბთან მე-4 და მე-5 რაუნდი წაგებული გაქვს. ეგ იცის თვითონაც. ასე რომ პირველი 2-3 რაუნდი აუცილებლად მოსაგები გაქვს.